მოგესალმებათ, მანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. ვიწყებ ძალიან მნიშვნელოვანი თემით, მთავარი თემით. ბევრი მთავარი თემა იყო, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი იყო. 27 ოქტომბერს დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე გაიმართა გელა გნოლიძის მრავალ ათასიანი რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კოვახიძე, თეა წულუკიანი და კახი კალაძე. ეს იყო მსოფლიოში უპრეცედენტო კონცერტი, სადაც დამსწრეებს კი არ უყიდიათ ბილეთი, პირიქით დამსწრეებს უხდიდნენ ბილეთის თანხას იქით. ესეთი ძალიან საინტერესო კონცერტი იყო. ოცნება მეს ხალხი ძირითადად რეგიონებიდან ჩამოიყვანა. 50 ლარს ურიგებდნენ თითოეულ ადამიანს, პლუს კვება 20 ლარი, ფოცხიშვილის ლექსივით იზრუნა მთავრობა მომიტინგეებზე, კუპიურებით შვილთა ჩვენთა სიყრმეს ლოცავდა თამარი და ილია. აი ესეთი ამბავი იყო. ერთი სიტყვით, რამდენიმე მილიონი ლარი დახარჯეს იმისთვის, რომ ეჩვენებინათ რამდენი ვართო. მომხრეების რა გითხრათ, ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ დასაქმებული რამდენი გყავთ, ეგ ნამდვილად დავინახეთ 27-ში აქციაზე. კაცზე 50 ლარს რომ 50 ლარი ვიან გარიშოთ, ეხლა ჩემი გამოთვლებით, ხო? ესე იგი, 9 მილიონი დოლარი რომ გავამრავლოთ 3-ზე, ესე იგი და გავყოთ 50-ზე, ხო? მოკლედ, აი ბადრი ესებუარო დაგეჭირათ ამ აქციაზე 30,000 ადამიანით მეც მოიყვანდით ჩვეულებრივად. 30,000 ადამიანით მეც. აი ეგ არის, აი ეს უპასუხისგებლო გომელაური რო ყავთ. დღეს წავიდეთ, ხვალ დავიჯე. დაგეჭირა რა მანამდეში, კაი ადამიანი. ყველა საჯარო სამსახურიდან, ყველა სიპებიდან, აიპებიდან აიძულეს თანამშრომლებს ჩამოსულყვნენ აქციაზე. მესაფლავეებიც გიყავდათ წამოყვანილი. მართლა ესეც აიპია თუ სიპია, არ ვიცი, მესაფლავეები. ისე სწორი იქნეს, იმიტომ რომ როდესაც სცენაზე მომაკვდავი პარტია გამოდის, იქ ახლოს მესაფლავე უნდა იდგეს. მიხვდით რა შეესაბამება. ისეთი დაცლილი იყო აქციის დღეს რეგიონები, ნებისმიერი ქალაქის გამგეობაში შესულიყავი, ჩვეულებრივად მოხვიდოდი იმ რეგიონის ხელისუფლებაში, ჩვეულებრივად მთავრობაში იყავი იმ რეგიონში. მოკლედ ქართულმა ოცნებამ 27 ოქტომბერს ქვეყანაში მოაწყო აღდგომის ანტონიმი. აქეთ იყვნენ როგორც არის ხოლმე, აღდგომას ხო იქით არის და ჩვენ აღდგომას აქეთ ანტონიმი გამოვიდა რა ერთ სიტყვით. აი ხედა ოპოზიცია, ხო შეგისრულად კობახიძემ სიტყვა ნაციონალების აქციაზე რამდენი ადამიანიც იყო, იმდენი მძღოლი გვჭირდებოდაო ჩვენო. ესე იგი 60,000 მარტო მძღოლი იყო. თითო მძღოლმა ხო ჩამოიყვანა მინიმუმ 20 კაცი, ესეც შენი 1,200,000 კაცი. იქ 60,000 დაემატა, ჯამში 1,260,000 კაცი, ესე იგი ესე გამოვიდა, აი, როგორ მიყვარს სიცივეში ბუხართან ციფრებით მანიპულირება. გიждები ამ პროცესზე ძალიან მიყვარს. ეს აქცია ისტორიაში შევა მსოფლიოში ყველაზე დიდი აქციის სახელით, რომელთა მონაწილეები არაფერს ითხოვდნენ, არაფერს გეგმავდნენ, არაფერს აპროტესტებდნენ, არაფერს სკანდირებდნენ. მოკლედ ეს იყო ყველაზე მასშტაბური არაფრის აქცია. აი მართლა ესე იყო, აი არაფრის აქცია იყო, აი არაფერზე არ იყო აქცია. მე დამაინტერესა აქციის მონაწილეების აზრი. და რამდენიმე მათგანის ვიდეო კოლაჟი მინდა შემოგთავაზოთ, გთხოვთ გავუშვათ ვიდეო. ვინ ატარებს აქციას, იცი? კი. ატარებს იგი? ვინ? ნაციონალური მოძრაობა. სააკაშვილო და გათავისუფლდეს ციხიდან. ღმერთის გამოგზავნილი ანგელოზია და არ შეიძლება ამის ამ ოპოზიციას. მე მინდა რომ ვიკამელიამ აი მომწონს ეგ ბიჭი და ერთად იმუშავა ხოხდები. აი მაგიტო ვარ. რა უცნაური არის რა ამ მთავრობას მომხრეებშიც რო არ ყავთ მომხრეები, აი ვერ მივხვდი რანაირი ვინ რანაირი ადამიანები, აი ზოგი მიშას გათავისუფლებას ითხოვდა, ზოგი ოცნების გადადგომას. ერთი სიტყვით ამ აქციაზე მიხვდებოდი რომ ყველა ქოცი არაა. და დანარჩენი გამოჩნდება ხვალ არჩევნებზე, საარჩევნო უბნებთან. პრინციპში ხვალ კი არა 27-შივე მაგ დღესვე რო აქციაზევე რო ჩაგეტარებინათ არჩევნები, მაგ ხალხის გამოყენებით ისეთი ცუდი შედეგი დაჯდებოდა, რომ ცესკოს მამიდებს მანდაც მოუწევდათ ოქმების გადასწორება და მასშტაბური გადაწერა. იმ დონის ჭრელი ხალხი იყო იქ მისული, ძალიან უცნაური სხვათა შორის. მაგრამ ქართული ოცნების მომხრეებიც იყვნენ, ამაზე არ ვიდაოთ, მაგრამ
გადადგომასაც ითხოვდნენ პარალელურად. 9 წლის შეჯამება ზუსტად 1 საათი გაგრძელდა. აქციის ბოლოს შეასრულეს ოცნების საარჩევნო ჰიმნი და სიმღერის ფონზე მეც აქ ჩემი ღამე უნდა გავათენო. აქცია დაიშალა საღამოს 6 საათზე. რეალურად გათენებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არა და მე მახსოვს ასეთი ჩანაფიქრი იყო, რომ ნაცები უნდა დაემთავრებინათ და 1 საათში თვითონ დაამთავრეს, დაასრულეს აქცია. აი, გამომსვლელებით ჩქარჩარა ლაპარაკობდნენ, რომ ხალხი არ დაშლილიყო. ხვდებით რა შეასაქმე? და აქციის ბოლოში კიდე ადამიანები ყავდა დაყენებული და ეს აკეთებდნენ, რომ ესე რო ხალხი არ გაქცეულიყო. ერთი იყო პარლამენტთან იდგა ერთი და ერთი პუშკინის ამოსასვლელთან ესო ხალხი არ გაქცეულიყო, ესეთი ამბავი ჰქონდათ. აქციების ორგანიზება რომ ოცნების ძლიერი მხარე არაა, ეს 27-ის აქციამდე ვნახეთ. რამდენიმე დღის წინ მთავრობის ორგანიზებით რუსთავის ციხესთან გაიმართა ქუთაისიდან ჩამოყვანილი მოკრიმინალო ადამიანების აქცია მოთხოვნით არ გაათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი, არადა ერთდროს ქუთაისიდან თბილისში აკაკი, გალაქტიონი, ტიციანი, პაულო და ცისფერ ყანწელები ჩამოდიოდნენ. ძვირფასო მეგობრებო, ახლა ძველი ბიჭები ჩამოდიან ჩვეულებრივად, აი ძალიან ცუდი ნაკადია ამ ბოლო დროს. თვითონ ნაკადი არ მომწონს, მიხვდით? მოკლედ ამ აქციაზე ქუთაისიდან ჩამოვიდნენ უშვერი სიტყვებით აგინეს სააკაშვილს და აქციის ბოლოს გაიმართა ალაფურშეტი, სადაც აქციის მონაწილეები დადიოდნენ მეტადონით სავსე ფუჟერებით და საუბრობდნენ საქართველოს ნათელ მომავალზე და საჭირბოროტო საკითხებს. წარმოიდგინეთ ხო მეტადონით სავსე ფუჟერებით დადნენ. პირით გამოტანა რო აღარ უწევთ და უკვე ფუჟერებით რო დასეინო. მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 29 დღე გავიდა. ძალიან კრიტიკული შეიძლება უკვე იყოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოვიდნენ უკრაინის რადას დეპუტატები და ასევე ქვეყანაში შემოსვლა უნდოდა და არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი. დიახ, არ შემოუშვეს. პრინციპში ამაში გასაბრაზებელი არც არაფერი არ არის. პრინციპში რა უნდა იყოს გასაბრაზებელი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში ზის რუსული ხელისუფლება. მაგ დროს ხომ ეს ფაქტი ჩვეულებრივი ამბავია ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ქვეყანაში თავისუფლად შემოდის პოზნერი და გავრილოვი, იქ ანტირუს ჟურნალისტს რა ესაქმება, გეკითხებით. წადით რა თქვენ ქვეყანას მიხედეთ და გვაცადეთ ჩვენს ჭაობში ტივტივი. ჩვენ ჭაობში ვიტივტივებ და თქვენ ქვეყანას მიხედეთ და განვითარდით. არ მაინტერესებს თქვენი განვითარების ისე. ბოლო დღეებში გამოიკვეთა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან თავისებური დამოკიდებულება აქვს დემოკრატიის მიმართ. მან დაახლოებით ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა, რომ მაშინ როცა მთავრობაში ჩვენ ვართო, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე ქალაქში ოპოზიციონერი მერი აირჩიოს ხალხმაო. ქვეყანას ყავს პრემიერი, რომელსაც დემოკრატიის შესახებ არაფერი სმენია ძვირფასო მეგობრებო. პრინციპში საიდან უნდა გაიგო? მთელი ცხოვრება მას მართავს ბელადი. და სხვანაირი დამოუკიდებელი ცხოვრება არც კი გონია რომ არსებობს დედამიწაზე. ხვდებით რა შეიძლება? არ იცის. თუ დამოუკიდებელი ცხოვრება არის, ფიზიკურად არ იცის. არ ქონია შეხება ამ დამოუკიდებელ ცხოვრებასთან და რა ქნას. პრემიერ-მინისტრი თეორიულადაც არ განიხილავს ოპოზიციის გამარჯვებას, მან განაცხადა, რომ მელია ისე გახდება თბილისის მერი, როგორც მე ჩინეთის პრემიერ-მინისტრიო. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი იმისა, რომ ხვალ არჩევნებზე მისვლით ღარიბაშვილს დიდი წარმატება მივაღწევინოთ და გავხადოთ ჩინეთის პრემიერი. ეს უნდა შევძლოთ, თუ ყველანი მივალთ არჩევნებზე. შეიძლება ითქვას, რომ ღარიბაშვილი ფაქტიურად გაგიჟდა. მთელი კვირის განმავლობაში გამოდიოდა და ლანძღავდა სხვადასხვა კანდიდატებს. ხან ვის რას ეუბნებოდა, ხან ვის. ეს ისია გაგიჟებული, ეს არჩევნები თუ წააგო, შეიძლება კანცელარია გადაწვას და ანთებული ჩირაღდებით ირბინოს ნოშრევანივით ქუჩებში. აი, ხო იცით ნოშრევანივი დარბის ცეკვით რომ მოდის თან. ესეთ სიტუაცია წარმოიდგინეთ. თუ წარმოიდგინეთ, ეს არის წარმოსახვითი იუმორია, მეგობრებო. ეს წინადადებებით ვერ გაიცინებთ, თუ წარმოიდგინეთ როგორ მოდის. ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა აქვს ხელისუფლებას, დიდ ქალაქებში აგებს ქართული ოცნება. ასეა ბატონო, ვერ გათვალეთ, დაგენიშნათ მანდატს ისეთი ძლიერი კანდიდატები, როგორიც მაგალითად გორში დანიშნეთ და მოიგებდით პირველივე ტურში. ისეთი პრეზენტაცია წარადგინა კაცმა, ისეთი თანამედროვე პრეზენტაცია იყო, რომ
ნახევარი თვითონაც ვერ გაიგო რა ილაპარაკა, მაგრამ შედეგი ხო დაიდოა რა, ხო ხდებით. ქუთაისში მოხდა საინტერესო ფაქტი, ისეთი გაღიზიანებულები არიან ოპოზიციის რეიტინგით, რომ ხატია დეკანოიძის მხარდასაჭერად ქალაქში ჩასული მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე არ შეუშვეს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. აი როგორ შეიძლება ბურჭულაძე ოპერის თეატრში არ შეუშვა, თან ქუთაისში. ასეთ ისტორიულ და კულტურულ ქალაქში. ეხლა წამოაყენა აღმაშენებელი ფეხზე, მაგრამ რადგინა დავითი რო წამოდგეს, გელათში არ შეუშვებენ ესენი, ხო ვიცი ესენი ანაირებიან. როგორ აგიხსნათ, პაატა ბურჭულაძე ოპერის თეატრში არ შეუშვა, ეს იგივეა კახიკალაძე რო არ შეუშვა სტადიონზე, ეს იგივეა ბიძინა არ შეუშვა დენდროლოგიურ პარკში და ეს იგივეა ამბროლაურის მერი რო არ შეუშვა პორშეს ცენტრში. ხედავ, ასეთი ისტორიული მნიშვნელობის დღესაც კი არ მავიწყდები. აი, იმას მაინც ვიპოვე, ვისაც მიყიდე ის მანქანა და ერთხელ მაინც გავიკატავებ, იცოდე, აი, ამ სისხლის ფერის პორშეთი. არ გარნიბებ თავს, იცოდე. ხო ხედავ, რა მნიშვნელოვან დღეს გამახსენდი, იამაყი ჩემი. ესე იგი, ხვალინდელი არჩევნებისთვის მიდის მასიური მოსყიდვა, არ იგებენ ფულებს, მაგრამ ყველაზე იაფი უჯდება რუსთავის ოცნების მერობის კანდიდატს. მოსახლეობას უფასო ლიფტებს პირდება, ფაქტიურად თითო ამომრჩეველს 5 თეთრად ყიდულობს. მიხვდით რა შეა, ბოდიში 10-ად. 5 ასვლის, 5 ჩამოსვლის. 10 თეთრად ყიდულობს ამომრჩეველს. ცოტა თამამი განცხადება ხომ არ არის, აი რომ დაუკვირდი, ხო? აი უფასო ლიფტი, ასე პირდაპირ, რა ვიცი, აი ხო ხტები, აი რუსთავია, აი რანაირად ეს უფასო ლიფტი, რუსთავია თუ ტოკიო, ვერ გავიგე, აი ესეთი ხალხს გაუჭირდება ამხელა ინოვაციის მიღება, ხვდებით? ფსიქიკური შოკი არ მიიღოს რუსთავის მოსახლეობამ. უფასო ლიფტი იმდენად წამგებიანი დაპირებაა, რომ ამ დაპირებით ნაციონალების ამომრჩეველს ხო ისედაც ვერ გადმოიბირებდა. ამან პირველ სართულზე მცხოვრები ქოცების ხმების დაკარგა, მიხვდით? იმიტომ რომ ლიფტით არ ადის ის და რანაირად ის გაბრაზდა, მიხვდით? სხვებს თუ შეღავათ იქ მის უფასო პირველ სართულზე ცხოვრობს. იფიქრეთ რა ცოტა რა. მეორე ტურში ასევე გააქტიურდა ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახიკალაძე. მოდით ნახოთ ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო. თქვენ გახსოვთ ალბათ უხინალექვის პირობებში თუ როგორ იტბორებოდა ეს ხუშები. იქაც ძალიან დიდი პრობლემაა უხინალექვის პირობებში. უხინალექვის პირობებში მთლიანად მოხდეს წყლის გატარება და ის პრობლემა, რომელიც უხინალექვის გამო ჰქონდა ამ ქუჩას, აქ მცხოვრებ ადამიანებს მთლიანად იქნება მოხსნილი და მოწესრიგებული. საღოლ კახი, ძალიან მაგარი გამოსვლა იყო და ულექვი წარმატება შენ და რა ვიცი, იმედია ხვალინდელი არჩევნები მშვიდობიანად ჩაილექვება, რა ვიცი. ძალიან კარგი იყო რა, სიმართლედ. ისე კაი ნალექვიან ყავას კიდალევდა გასცდას. ნალექვიანი ყავა კაი იქნებოდა. სხვათა შორის პირველად რომ ჩავიდა მილანში, ამერიკანოს უნალექო ყავას ეძახდა ხოლმე კახი. ამან წვიმიანი ამინდის, ანუ ნალექის ნაცვლად ნალექვი თქვა და პირიქით რო ჰქონოდა სათქმელი, ალბათ პირდაპირ რასტოარიმის იტყოდა. ნუ აი რასტოარიმი ამინდი, ანუ უნალექო ამინდი, მივხვდით რა შეიძლება. კახი, რა ვიცი, რა გიშველო, შენ ახლა სკოლაში თავიდან არავინ გატარებს და ეს ნალექვი როგორ გამოვასწოროთ, აი პირდაპირ ღრუბლიანი რო გეთქვა ეს. აი პირდაპირ გამოდი ხოლმე და ნუღა იტყვი ამ ნალექვიანი კაცო. თქვი რომ ღრუბლიანი ამინდეთ სახსრებში მამტრებს და მივხვდებით რომ არ არის კარგი ამინდი, არის რა ქვია ღრუბლიანი ამინდი. გულს ნუ გაიტეხ კახი, არჩევნები ჩაივლის, თავრობებით შეიძლება გავაწლები, მაგრამ ეს ვიდეო ყოველთვის დაილექვება ჩვენს გულებში. მონოლოგის ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ შეგახსოვოთ, ხვალ არჩევნებია, მოგიზოდეთ ყველას რომ წახვიდეთ არჩევნებზე. იძახიან არ შემოხაზოთ 51. ყველა შემოხაზეთ 51-ის გარდაო. რატო ვითომ? მე როგორც დემოკრატიის შუქურა არასოდეს მოგიწოდებთ ამას. პირიქით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მიდით არჩევნებზე და თუ თქვენ მოგწონთ რომ მაცივარი ცარიელია, შემოხაზეთ 51. თუ თქვენ მოგწონთ რომ ბენზინის ფასმა გადააჭარბა 3 ლარს, შემოხაზეთ 51. თუ თქვენ მოგწონთ იმაზე ფიქრი რომ ქვეყანაში აღარ იარსებებს თავისუფალი სიტყვა, შემოხაზეთ 51. თუ თქვენ მოგწონთ რომ საძინებლებში გისმენენ და გიღებენ
აგრეთვე შემოადექით და შემოხაზეთ 51. თუ თქვენ გინდათ რომ ჩვენი ქვეყანა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში, შემოხაზეთ 51. თუ თქვენ გინდათ რომ ჩვენ ქვეყანა საბოლოოდ დედა ეტიროს, შემოხაზეთ 41, რადგან 41-ზე და ქართულ ოცნებაზე უკეთ ამ ყველაფერს ვერავინ გააკეთებს, ვირფასო მეგობრებო. დიდი მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი თამუნალეკე.